დავიწყოთ შეფასება, როგორც მიმდინარე, ისე მომავალი ამბების, როდის დაეტყობა ჩვენს ქვეყანას ტრამპის მსახურალი ხელი დადებითად. იცი რა შალო, პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ბიუროკრატიას აქვს თავისი ლოგიკა. ანუ რაც ნიშნავს იმას, რომ ჯერ ამერიკაში რაღაცები გადაეწყობა, მაგას საჭირდება დრო და ჩვენთან ეკო ცოტა დაგვიანებით ჩამოვაღწევს. რაც ნიშნავს იმას, რომ აქაურ ოპოზიციას ისეთ წყვიანები არ არიან, ცოტა უფრო მეტი დაჭირდებათ, რომ თლად ბოლომდე მიხვდნენ, იქ რა ხდება. ანუ ამის მაგალითია, რომ ოდესაც მაგალითად ოპოზიციონერებს ეკითხებიან, რამდენი სქესია, ისეთი შიშნარები თვალები დამბობენ რაღაც იგიჟეებს, რომ აი გულიაგერი ვარ შეხედო. გაგაწყვეტილებ, კითხეს ნიკუტა გვარამიას და სქესი ორიო და გენდერია ბევრიო და ნიშნის მოგებით გვიცხარ გაუნათლებლებოდა. დაეჯახა ტრამპის კონკრეტული გადაწყვეტილება, ტრამპმა იცოდა, რომ ესეთი ნიკუტასნაირი ვირთხები მანევრებს დაიწყებდნენ და კუძზე ფეხი დააბიჯდა და დააკონკრეტარა, რომ გენდერია ჩემ ფეხები, აღარ იხმაროთ ეგ სიტყვაო. მართლია, მაგრამ გუშინდელ მე ძალიან მინდა თქვა, რომ გუშინდელ აქციაზე რომელიც მოვაწყეს და ანუ სიმართლე გითხრა, ანუ დიდხანს არ მიყურებია რა, ანუ მეგობრებთან ერთად ვიყავით კარგ ადგილას და ანუ პერიოდულად რო ამომივარდებოდა ხოლმე ნახულობდი და მქონდა აი რა შეგნება მქონდა იცი რომ ყველა ნახვაზე მცხვენოდა, არ ვიცით რომ მცხვენოდა, რომ მე მცხვენოდა მათ ნაცვლად. სადაც მაინტერესებს თქვენს თუ ეგეთი რეაქცია ქონდათ, იმიტომ რომ შალო რა იცი საქართველოში არის ერთი ძალიან ისეთ ცოტა უცნაური წარმოდგენა, რომ ჩვენთან რატომღაც თეატრალები თვლიან, რომ ისევ საბჭოთა კავშირია და ისევ მათ აზრს რაღაცა მნიშვნელობა გააჩნია. ოღონდ რომელი საბჭოთა კავშირი? ცი გვიანდელი საბჭოთა კავშირი, დაშლის პირას. როდესაც შენ შეიძლება ყოფილიყავი ძალიან მაღალი თანამდებობის პირ და თან ვითომ დისიდენტი რა, რაღაცა ისეთ აი, იმიტომ რომ იაკოვლევი იყო ეგეთი ადამიანი. ბევრი იყო რა, ბევრი იყო. როგორ მახსოვს? ბევრი არ ჩამოვთვლი, ანუ ეს იყო რაღაც ისეთ აი საბჭოური სიგიჟეა სიამოვნებაში, როდესაც ხალხს გონიათ, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათი დისიდენტობა. რაც ცოტა არ იყოს სისულელია და ნორმალურ ქვეყნებში, კაპიტალისტურ ეკონომიკებში მსგავსი რაღაცეები არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ქართველ ასე ვთქვათ თეატრალებს საიდუმლოს გავანდობ რა, რომ მათი ეს პროტესტი რეალურად არაფერს არ მოიტანს რა. კი ბატონო. ჯერ ერთი არ გააუმჯობესებს მათ მდგომარეობას, თუ არ გააუარესებს. იმიტომ რომ გაუარესება რამდენად არის შესაძლებელი? ხო, ეგ ძართო, მაგრამ შავ რა იცი. მეტი სადღაუნა გაუარესება. ანუ ქართული ოპოზიცია ძალიან გავს აი ოჯახებს, სადაც ქმარი ცემს ცოლს. და ეს ცოლი რომ მუდმივად იმედი აქვს, რომ აი ახლა მაინც შეიცვლება, აი რაღაცა მოხდება რა, რომ ხვალ გამოსწორდება. ქუჩაში გავა, იმიტომ რომ ახლა შევხედოთ რა, ძალიან მარტივად რა შევხედოთ რა. დღევანდელი ოპოზიციაში ვინც არის, იმ ხალხმა ჩვენ უკვე გვაჩვენეს რა შეუძლიათ. ანუ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფერს იმას ეწინააღმდეგებიან, რასაც თითქოს ჩვენი ოპოზიცია ითხოვს. აბსოლუტურად ყველაფერს. ოღონდ ჩვენ გვაქვს, რომ რატომღაც ეხლა მიშა რომ ხელისუფლებაში დაბრუნდება, ვარ სიტყვის ყველაფერი იმაზე, რითვისაც უნდა ტიპს ხელისუფლებაში მოსვლა.